მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო ძალიან მიხარია თქვენი ნახვა თქვენ გენაცვალოთ თქვენი კივი სიხარულიძე პირველად ხვდებით ერთმანეთს 2025 წელს დამეჯერეთ ძალიან მაგარი წელი იქნება თანაც ხომ გახსოვთ 25 ჩემი რიცხვია ნება მიბოძეთ ჩვენს უსაყვარლეს იუმორინას მიულოცო 25 წლის იუბილე ვა აკა 25-ია გულაო რა ხალხო იცით რატომ მიყვარს იუმორინა იმიტომ რომ არასოდეს არავის არ ერიდებიან და ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობენ არადა ეს დღეს ძალიან აუცილებელია თორე მოხედავ რა ხდება ქალს ქალი არ დაუძახო კაცს კაცი დედას დედა არ დაუძახო მამას მამა მაგრამ დაუძახო ნომერი პირველი და ნომერი მეორე მშობელია რას მინავრა ვამშობლეს ფუტბოლი აჩეჩება ანდა ეს გათხოვილი კაცი რო ჩამოვიდა გერმანიიდან თქვენი ეკლესია არ მომწონს ბანელები ხართო ჩემი გზით თუ არემლით ევროკავშირში ვერ შევხვდო ამას თუ დაუჯეროთ სულ მზადრით უნდა ვიაროთ რა მენაცვალე ამერიკელებს კიდევ კარგი ტრამპი აირჩიეს მოვიდა თუ არა პირველი რა თქვა ქალი ქალია კაცი კაციაო აი კაცური კაცი შეგენაცვალე ჭიგანში არადა ჩემო ძვირფასებო ტრამპამდე 9 წლით ადრე 2016-ში აი იუმორინამ ამ სიგიჟებს ესეთი პასუხი გასცა გადაერა ქვეყანა თილად რამე არ მიქარო თასუ ალესით შეხედე კრიმინალია ჯიგარო მაგრამ თუ ჩვენში ქალი ქალს კაცი კაცს ეყურყურება მაშინ დაჟადი არ გახლავთ დაჟინებული ყურება იარონ ქალმა ქალებში კაცებმა კიდე კაცებში წავა ხალისოდ გრანტებით დოლარებში და ლარებში ასე თანდათან ზნეობა სოდომის წოდით იცვლება ერთი ადგილის თამაში პროგრესირულად ითვლება ერო შენ ჯიბრზე კაიკამებს კიდევ გაზრდიან დედანი ბაშკაცის ადგილს ვერ ადროს ვერ დაიკავებს სვედანი აიგრე გამაშრილა პირდაპირ კიდო დადისაგება რომ გურლივაფო და იჩედიჩედ მეც მინდა მიულოცო ჩემს საყვარლის იუმორინას 25 წლის იუბილე რამდენი სიტყვა და სიყვარულის მოგინიჭებია ჩვენთვის ღმერთმა ასმა გადაგიბრუნოთ როგორც მე დამაბრუნა ჩემს სამშობლოში გერმანიიდან ახლა 3 წელი ვცხოვრობდი გერმანიაში და სანამ გერმანულ ენას ვისწრებდი სიმართლე გითხრა ძალიან გამიჭერდა ახლა 4 ენა ვიცოდი და თუ ქართული მეგრული ენის მიტანა ენის მოტანა მაგრამ რადგან არ გამომაგდა მაგრამ გერმანულ ენას რომ კარგად დავეუფლე პირველივე კონკურსი ჯეკპოტი მომსი აცა რა კონკურსი მოიგეთი მოკლედ რა კონკურსი გეტყვი და ხლაბადა კონკურსი გამოცხადებული თვითმფრინავის პილოტებზე 20 წელიწადში ახლა სამეგრელოში გაზრდილი კაცი ვარ მოგეხსენებას დილობა არ მეშლება და დაუთვი მოჭრილი გაუთრიგი დაუთვე და პირველი შევიდა გერმანელი რომ შევიდა ეუნება მეო 3 წლის სტაჟი მაქვს პრემიის და 3000 ევროს ვიტყო ხელფას 1000 მეო 1000 ჩემ ცოლს 1000 კიდო დაზღვევას ახლა შეყვამას ფრანგი და ფრანგმა რამოსატანია 3 წელი 6 წლის სტაჟი მაქვს და შესაბამისად 6000 ევროს ვიტყო 2 მე 2 ჩემ ცოლს 2 კიდო დაზღვევას ახლა მოვიდა ჩემი ჯერი და რომ შევედი კომისიის თავმჯდომარე მეუბნება თქვენო რამდენი წლის სტაჟი გაქვთ ბატონო პრემიას თქვენ რაზედა ჯობათანი რა სტაჟი თვითრამში ნაჟდომის არ ვარ მეთქი ახლა ორჯერ ვარ ნაჟდომი მაგრამ თვითრამში არ აღას აბა რატომ მოხედი ვარ მეოთხარი სტაჟი არ მაქვს მაგრამ პირობები მაქვს დიდებული მოკლედ 9000 ევროს ვიტყვი 3 მე 3 შენ სამად კიდო იფრინოს იმ გერმანელ ვარაგენის უნდა მეოთხარი ახლა ისი გაბრინავდა მე კიდო აქ ფული მერიცხება აბა ისე აკიდო დამირიზა
ეს აგიო შეგვაკე მარა. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. აი ხა უსმენდი აი ჩვენი მეგრელი მეგობრის ისტორიას კონკურსზე რო ხვდებოდა. ეგ ერთ მაგეთ კონკურსზე ჩემმა მეზობელმა გოგიამაც მიიღო მონაწილეობა. ვაკანსია იყო გამოცხადებული ერთ-ერთ დიდ საერთაშორისო კომპანიაში. გასაუბრებაზე მისულს კომპანიის HR-ი დაგდა. გადამაიღო კითხვარი და ეკითხება. როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე? რა და ყველაფერი ფეხებზე მკიდია. კარგით გასაგებია, დაგირეკავთ. ამ ჩემ ფეხებს თუ არ დაგირეკავთ. ეს ხუმრობით. ეხლა კი თელი კახეთის სახელით. სულითა და გულით მინდა მიულოცო ჩვენ საყვარელი უმორინას 25 წლის იუბილეი. ღმერთმა მოგცე ჩნოსა და დროსა, ჯანისა და ჯანმრთელობას, სურვილის და შესაძლებლობას, იუმორისა, ღიმილისა, სიცილისა, კისკისისა, ხიტხიტისა, ხარხარისა, ჩაკუჭკუჭებისა და გადამჭირებისა. გამრავლდით და გაიხარეთ თქვენ გენახარეთ თქვენა. ძალიან დიდი მადლობა ყველას ბოლოცვისათვის. მაგრამ მარტო იუმორი და ხომ არ არის. ღვთის მადლით გასულმა წელმა უამრავი გამარჯვებები მოუტანა საქართველოს ევროპულ, მსოფლიო თუ ოლიმპიურ ასპარეზზე. ხოდა მოდით ჯობსის გავიხსენოთ, როგორ გამოეხმაურა იუმორინა ჩვენი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ბერძნებთან 26 მარტს. ღმერთო, აი ასეთი სიყვარული, სიხარული და ერთიანობა არ მოგვიშალო, როგორც იმ ბედნიერ დღეს, როდესაც ისტორიაში პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე.